მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს მე ყავა არ დამილევია, იმიტომ რომ ყავის ფესტივალზე მოვედი, აგერ ლენკასთან და ნოდარასთან ერთად ჩვენ ვინც მაგაცი აკეთებს ეს დებილობა რაღაცა. ლენკას ახალი კურტკა არის ეს. მომენტი ლენკა მომწონს. მე ახალი ვიდეო დავდე, გამოპიარო ხო ჩემთან? არა. ნოდარამ დადო ახალი ვიდეო, თქვენთან გადაით მეზარება დათაგო. ხო და რა უნდა მეთქვა? აო. ნიზა что? ჩვენთან იყვნენ ესენი მეიჯერელის კომანდა იყვნენ რუსულ ენოვნები და კი მომიშალეს ნერვები, მაგრამ ამის მერე სულ შეგადაგო ხოლმე ვლოგებს. რა? მე რა? ანუ ორივე ვა, რა თესლობა არის, ამიტომ უნდა ვიყიდო. შენ შეგაქვს ეს. რა მაქვს? ეს მოუდი შენსაც. რა თვინდა? ანუ რა მაგალია რომ წინა კამერას შენს და იქითეს. ხო და როგორ შვები? რო იმებში უნდა გადახო. ხო, მაგრამ მე მინდა რომ კარგი ხარისხით ჩანდე და კარგი ხარისხით რო დებილი. შენ ახალი ვიდეო არის ეს კამერა. კაი, კარგად მზანდებოდეს რა. კაუჩი მე კოსტა უნდა მოძებნო რა. ესენი მინარია. მე ყავა ძალიან მიყვარს, ვინმე ვიცით თუ არა, არ ვიცი. ჩემი ვიდეოები თუ გაქვს ნახე, ყველგან ყავას ტროპავდა და აღნიაი და მაგაზე მეტად რა უნდა მიყვარდეს, არ ვიცი. მაგრამ რატო აქ რა მოხდა? რა ხდება ვაფშე? კოტე სად არის? აუ, არცალია კოტეს ჩვენთვის, ნახე, რამდენი ხალხი უძის. არა, მოდი. არცალია ჩვენ. აუ, ცივაჩი. რატო ცევა? რა საკეთე? როგორ ახარ? რა საკეთე? მოგიყვებით, მე ხვალ მაქვს აქ პრეზენტაცია ჩასატარებელი, ეხა რასთან დაკავშირებით? სეზონური მენიუები და სეზონური სასმელები და ვაწყო პრეზენტაციას, რომ ხვალ წარვადგინო, სად უკვე მე გაჩვენებ შიგნით. ფერაშობით. როგორ ახარ? კაროჩე, მაგარი ისე, გამარჯობა ბატონო. როგორ ბრძანდებით ბატონო მარტინ? აიცა. რა. სტაბილურად ყლეურად რა, როგორცა. გამოსევიდეთ. გამარჯობა. სანდა შეხვიდე რა. ეს house party ნერე ამ DJ-ს უცხარი რომ იქ ამოვიდეს. ეს ილია ბარმენად. ილია. რომელი ილია? ეს ილია. მაღლა. ო, ბარში დგება. რა სიძახი? ესლოვა ბარმერი გვეხოლება. ჩვენ ო, ჩვენ გვიანა მოვა. გვიანა ციკლები. დღეს დაგეგმილი გვაქვს საქართველოს თამაშის ყურება მაფიაში და მე იქიდან წასვლა ჩვენ თამაშის ყურებაც გვინდა და ეგრე სადა ლენკას თუ გინდა გამოგატანთ, მაგრამ არ გაგატანთ. არ გაგატანგეო. ჰა? ამოვა ელოშაც ამოვა. შენ ჯიტუს რეკლამის გადაღებაზე მიეხმარი ძმა. რატო არის იმისი სუნია? უი, ბილეთები მაქვს? ხო. მე არ მაქვს. ამას. დამარტყამ მეჭე. რატო არ მეტყვა? ისეთი გავადი. ხარ გავადი. მეჭედი უკან ეს პროგრამა მასწავლე. მადლობა. თქვენი. რა ვიცი. რაღაცნაირი ისა. ძალიან ყავის სუნდი. ხო, მაგარია. აუ, რა რაღაცებია? просто ვიღაცები იყურებიან გაბრაზებულები. აუ, ზეალებს რაღაცნაირად და ვერც ვერ ვიგებ. ჰა? რა სახედა? ჩემ ბედნიერი სახე. ისი. რა ვიცი. ცოტა შემწე. აფრთხილად. მადლობა კოტე, გაფრთხილებისთვის. აქ ისაა, ყავის ისა. ვაი. აქ იყო ყავის ისა. ხოდიში. რა გინდა? მე კაი ესა მაქვს, ნიკაპი მაქვს და მაგიტო ვიდრე რა. ძალიან ბევრგან დაინახავთ მონინებს. ჯულიუს მეინლისის ხო არ არის? ჯულიუსი არა, იულიუსი. ეგრე ჯულიუსია ცეზარიც ჩემთვის. იულიუს მეინლი. იულიუს მეინლის დამაარსებელი უნდა გაგაცნო. აუ! მართლა ბიჭო?
ცოტა რომ გამოაჩინო მე, ესე რომ გამოაჩინო. ძალიან შემწყო ძმა. რა ხალხია, რა ხალხია. კი. მე წინაზე რომ დავლიე, ძალიან მომეწონა ეგ მჟავე ყავა. დაჟე მახსოვს რომ ხო. ყავას მასხო. და ნახე რა ხოლმე ყავა. აუ რა მაგარი ჭიქაა. რისი ჭიქაა? კაპუჩინო არ არის. ეს შეულებრივი ამერიკანის ჭიქაა. ესე რა გადაიღე. ბიჭო, მრცხვენია და მაგით ოიდებ ეგრე. არაფრის ამ მწვენია მე ვაფშე ძმა. სასიძულოა კეთებს. შენ ასია. ლოქს. აი. შენ მთელი დღის ვლოგი გადაიღე. ფეხბურთს უყურე ჩვენთან ერთად და მე ეცა. ფეხბურთს უნდა მოვიდა. იქ უნდა წავიდე მე რა მოვიდა. უი მე. თუ არ გეზარება რა. აუ კოტე ძალიან საქმეებში არის და ის ცოტა მწვენია. სამალკოსტური ახალთან ერთად. ხო. მე რო ჩავჯდე? გასწავდება, თორე ბა, twinit თუ აპატარა რა არწავა? არ არის გამაგრებული. არ ჩამსო ეს. სუქანი ხარო და ბებერიო და იდი ნაღვიო ვაფშე. ორი ყავა თუ ხდება ალბათ. აუ რამე ყავა დამალევინეთ. უნდა გამაოგნო აშკარად. ხომ არ მეირთმევ. აუცილებლად ბატონო. გიორგი. ერეკლე, სასიამოვნოა. აი აქაც მიესალმეთ ბატონო. აი 1-2 სიტყვა. 1-2, ერეკლე, სასიამოვნოა. ცუდად მეჭირავს, კაი, ვაფშე ესე რო ქნა ესე. ცოტა ძვირიანია ცოტა. მოკლედ, ამ ეტაპზე რთის საშუალება არც მიყვარს რძიანი მე? კარგია. ცოტა ძლიერი ყავა გინდა? კი, აკრას აუცილებლად. დაუკარი ოსური, კოტე არის მოსული, არა? მაინც სპეშალტი? მე იმდენი ყავა მაქვს, დალეული დოპინგის ქვეშ ვარ. აუ გეტყობათ. ორი მარცვალე. დიახ. ერთი არის იტალიური მოხალვა, კლასიკური ისეთი რა, ქართულ გემოებში რო ჯიგროა. ხო. მეორე არის ძალიან საინტერესო გამოცდილება, იმიტომ რომ სპეშალტი მარცვალეა. აი, რომელიც არის მჟავე, კენია, აფრიკა, კონგო. იყოს კონგო. რა პრობლემაა? ორმაგი ესპრესოს, მამაკაცური. დავლე. ეხლა რომ გულმა დამარხა. ეხლა რომ ვიდეოს ბოლოს რომ ყოდები გული რომ იმეთქავ. აფრიკა ალბათ ჯავი იქნება. YouTube-ზე ვდებდა რა მე ხოლმე. არა. წყალი არა აქვს რა მაგალითად. აფრიკული ყავა არის, შავია და წყალი არა აქვს. აუ რა გაი. ლეგა რა გჭირს? აჰა შენ ეს. მოკლედ, შემიძლია 2-2 სიტყვით გაგაცნო პროდუქტი. აი, ან თუ გირჩევნია რომ პირველადი შთაბეჭდილება არ გაგიფუჭო, მიირთვი და მე გავიაროთ რა მოგეწონა რა. რატომ უნდა გავიფუჭო? რატომ უნდა გავიფუჭო? იმიტომ რომ ნახე მე რო გითხარ რომ აქ იგრძნობ რაღაც სოკო კეცზე და მე იმ გემოზე დალევ რა. რა შეიძლება სუ არ იყოს. აი, ჯობია რომ მე დავლიო და მე თვითონ გამოვიტანო დასკვნა და მე ისკნა. მე შევაჯო. კარგი ბატონო. აა, სუნი აქ ხეცის ძმაო, აი. ანუ არ გიცინება, არ დაგეცინება ადამიანს. აქ ფიზიკურად ვერ დაგეცინება. ბიჭო, მე რომ ეცინება? როგორი კაი მჟავეა, იცი? აი, წარმოუდგენლად კაი მჟავეა. ძალიან ველია, აი შენი არ არის, ამასე არა, წამოհამას წარი. ყავა არ უყვა, ამას უყარს რაღაცა ნე. არა, ყავა. ბიჭო, გასინჯე ეს რა მაგარია. ძალიან ყავას არ ხარ. იცი რა არის? ანუ ზოგადად ყავა ბუნებრივად არის შედარებით მომჟავო რა, არაბიკაზე. ხო, მე ამას რაც ნაკლებად ვეხებით, მით უფრო ინარჩუნებს ამ სიმჟავეს ჭიქაში და რო ხალავთ, მუქად და რაღაცა უძვალთ რობუსტა. ფუჭდება და გემო უფუჭდება. მისგან აქ ეგ სიმწარე რა, ანუ სუდი სიმწარე არ უნდა ქონდეს, ზედმეტად არ უნდა გადახალო და გადახალვის სიმწარე აქვს ძირითადად? ძირითადად დამწვრისნება არის, რა თუ ძალიან მწარეა. აი ესეც ახალი ინფორმაცია ხალხს მაო, რომ თურმე ყავა არის მჟავი. მე კი ვიცოდი ეს ყველაფერი ადრეც. დავესწარი ბატონი კოტეს მასტერ კლასს. ოხ, ისდეც კაია. აუ, ერეკლესო გასაუბრება უნდა და
აუ რა გემრიელი რაღაცა. ბიჭო, ესეთი ყავა უფრო ასწორებს ვიდრე აი ყავას ყოველდღე არ უნდა დალეო რა, აი როგორ ხო, ეგეთი არ არის. კარგი ვისკის ვერ დალეო რა ყოველდღე. ვინის მონტიცაა რა. არ გაგიწევ. მაგრამ ძალიან კაია, ბიჭო. და ძალიან ბევრი ხალხი არის სხვათა შორის. და ძალიან დერსკი არის. ეს მაგრა გამისწორდა ლენ. ეს არის პირველი ყავა, რომელსაც არ დავლებდი. აუ რა სიძახი, გოგო, არა, ძალიან გემრიელი იყო რა. მე ძალიან გამისწორდა ყოველ შემთხვევაში, ხა შეიძლება ვიღაცებს არ გაუსწორდეს ეს ტიპავა. ვისკის ფესტივალზეც იყო დაახლოებით ამდენი ხალხი. ანუ როგორც იქით, ასევე აქეთ არის წარმოქმნილი რამოდენი. ზოგი არის ყავის წარმოებელი, ზოგი არის ტექნიკის ეს დამიჭირელენკა წარმოებელი, ზოგი სადისტრიბუციო არის, მოკლედ საინტერესო რაღაცები თავიდან თქვა? ხო, თავიდან თქვი ვაფშე ყველაფერი, იმიტომ რომ არაფერი არის ნუ. აქეთ არის მოკლედ ამ სივრცეში წარმოქმნილი უკვე უფრო მეტი ვენდორი, რომლებიც არიან ზოგი დისტრიბუტორი, ზოგი ტექნიკის მწარმოებელი, ჩვენ მონინით სიროფების კომპანიით და მოკლედ აქეთ სივრცეში ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც ხდება და ვენდიში მონინი? ვენდიში შეხვედი? ეს და რომ მივალთ სტენთან უფრო კარგად მოგეყვებით თან რომ გასინჯოთ რა. ვა, ეს ეგრეა რა. აი რაღაცებს, ჰა? აი რაღაცებს აკეთებ უკვე. მე მომწონს. მე ისიც მომეწონა მაშინაც მასვი დამაჭამე. შენთან. აი დაველოდოთ ეხლა და გაგვიმასპინძოლდებიან. ვა. მოკლედ ორი სიტყვით აგიხსნის სანამ გაგვიკეთებენ. წინასწარ მქონდა შეხვედრა ვენდისთან, როდესაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე ეს გემო შემოვიდა, ახალი გემო არის საქართველოში. ხელი შოკოლადის ის. არა, toasted marshmallows სიროფი არის რა. აი ესე გამოიყურება. ხო და მთელი მუღამი მქონდა ის, რომ ყველაზე კარგად მსგავსი გემოს, ასე რომ ვთქვათ, ჩვენება ხალხისთვის არის შესაძლებელი დიდი ქსელიდან. ხო, ნუ რა თქმა უნდა. ავირჩიეთ ვენდისი, სადაც შაუში ჯერ ცივი ყავა. და რადგანაც გემო იყო ძალიან საინტერესო, გადავწყვიტეთ თან უფრო ცხელი სასმელების გემოა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გადაგვეტანა უკვე ზამთარ შემოდგომაზეც გავაკეთეთ. კი. გავაკეთეთ ცხელი შოკოლადი და კაპუჩინო ლატე. დაახლოებით 1 ნოემბრიდან ცოტა ადრეც უკვე ჩაიშვება ვენდიში და აქ იქამდე ექსკლუზიურად ესე შეგიძლიათ გასინჯოთ რა. ვა, მე ცხელ შოკოლადს გადავყლაპავ დიდი სიამოვნებით. ხოთა შორის პირველი კოლაბორაცია მონინის და გლობალური ქსელის საერთოდ სოფლიოში, ანუ ესეთ გამოყენაზე არ გაკეთებულა. შეიძლება ორი ბრენდის კოლაბორაცია ყოფილიყო და ბევრი გვაქვს ეგეთი, მაგრამ აი ეს ქსელთან პირველია რა. მე ძალიან კაია. გამარჯობა ბატონო. როგორ განდევით? უკას ზუსტად ისეთი გვინდა, როგორიც სურათზეა. ბევრი მარშმელოუთი, კარგად მომწვარი. გავახაჯეჯი. ვა. Ani me figurando che demoslayeri suete. რა შეგვიძლია? Choro tanjiro sikna pista. ხო. შენი ყავი ბედნიერი ხო იმ დემოსლეიერის ფილმით? Google-ის ორ ნომერში ვარ. ის არ არის ნაგვისთვის რამე? მომეც. ეს ახალი სიროფია, მე რო ბიზნესი ქონა მაშინ არ იყო. წლევანდელია კი ბატონო. არიძახიან? Ara khverdi. არიძახიან თუ? ხო, ნუ კლასიკური გემოები. კოტეს რო კითხო? ისინი ერთად არიან? კი, არ ვიცოდი. ბიჭო, რავი, არიძახიან და. არ ზუდა და მაგარი. რავი, თუ არიძახ, მე ჩემთვის არ უთქო. გადაიღე. იპი. რესტორან შოკოლადი ხო არა გაქვს თქვენ ხო არ შემოვართ? რესტორან შოკოლადი. არა, ჩვენ შოკოლადს შემოტანები არ ვართ. გაიცანი. მარტო მარტო სიროპი. სიროპი. ო, ეხლა просто ესე ეს ცხელი შოკოლადი ხო არის? შევიდეო თან თქო. ეს ვენდისთან გვაქვს კოლაბორაცია, ანუ წელს ექნება ზამთარს და გავაკეთეთ საერთო სტენდი. მარშმელოუ არის ცხელი და დამუწა ტოჩი. ერთ ცხელი შოკოლადი გაქვს.
მეც ხოლმე გამასიჯებდი. კი, რა თქმა უნდა. გოგა მე ერთიც კიდევ გააკეთებ. მე ლუკა პროვენსის მევასებოდა ცხელი შოკოლადი, მაგრამ იმათო. ლუკას დაელოდა. ო, ისა, მე შოკოლადის ისა. დამდგმელი შოკოლადის ტივის გემო. ხოლა შევეცადე ძალიან სქელიც არ ყოფილიყო და ძალიან სქელიც კაკაოც რო არ ყოფილიყო რა და სქელი ძალიან აფუჭებს მე გემოს ყველა ვარიანტში რა. ის მე ვშევდება სქელი რო არის. ხო, მე ვეღარ ხომ რა. იჭმევა, აღარ იცნება. ნო. ვა. მაგარ რაღაცებს აკეთებს გაურჩე ეს კაცი რა. ცდილობ. არაჩი კოსტა მინდა 1-6 ცალი და საჭმელი არ მომაკვდება და სასმელი რა. მე ას დავაკვირდი. აი, შენი ყავა უნდა იყოს აი ეს. კი. კოსტა კოფი. კოსტა კოფი წელს შემოვიდა საქართველოში. ყოფილა, მაგრამ და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელი არის რა მსოფლიოში. ძალიან კაი ყავა ქონდა სხვათა შორის, რა მოგატყუა. ეხა სტენთან შეგიძლიათ იხილოთ დარიო, რომლისგან მე ვისწავლე ძალიან ბევრი რაღაცა. მართლა იმენა შეიმასწავლებელია? კი, არის ყავის საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი აი ეს ბატონი არის იქით რო გაფასებული წევრი. აი ეს. კი. შეგვიძლია 1-2 სიტყვა ვათქმევინოთ იტალიურად თუ გინდა. ვა, იტალიელია და ზე. დარიო რაღაცა ხორვატული სახელი უფრო. დარიო გლეშიჩი ყავდა დინამო თბილისში, ხორვატი. Dario, they are making some vlog. Hello, You can how are you see. doing? Fine, you? Very good. Something about Pop Festival. Yeah, where is the background? How are you doing? Da seriously Like Midi. Speak as much as you want. as much. If Yes. I start to speak, I You're don't from stop. Italy, yeah? Yeah. Which team do you support? Juventus. Merda Juve. Roma fan. I'm Roma fan, yeah. You know that I'm born in Rome? Yeah, I'm you're born in really- Rome and still supporting Juventus? yeah, because I come was on, very man. young. But I have the scarf from Juventus and from Rome. Because Rome is a soul. Of But course. Juventus is better. That is the point. Yeah, I can't Okay, agree with you. no. But speak on whatever you wish, like what's happening in here, whatever you wish. Just to promote this stuff. Yeah. Here you go, Mr. Dan. Just start like this cold. Okay. No. It's uncutted, so everything will fit in the vlog. So. Everything is fit. First of all, let's say Juventus is the better. If everything is not cut it. No, let's joke. Why? Because here in Georgia, in Tbilisi, I feel like in Italy. Okay, like in Italy, we have the very good coffee, Italian coffee. That say that this is the 3rd edition. I've been here since the beginnings, the 1st edition, and I saw this festival growing up very well, fast, and then in terms of professionals, I see many companies, very professional. They stand are high level. Also the coffee is good, the cappuccino is good. I know you want to steal our recipes here in Tbilisi, but we keep strong. By the way, I see that it's very well attended. Also, the age of the attendees is very interesting because are not too young, not old. There are many people are very interested in taste the coffee, specialty coffee, but also different drink. So what I can say, I envy your event and your community because you are doing very well. You are the most beautiful Italian I've seen in the last few years. I've been in Italy, by the way. I've been there in the summer of 2025. And I'm saying that you are the most beautiful Italian I have seen in the last few years. Thanks a lot. We've been in Sicily. So. Sicily is a great. Yeah, it's pretty good environment, everything. But Look, Sicily, one of the best region in the world. yeah, of course. There is everything: food, the sea, sun, culture. But I didn't like the pizzas with the seafood. They mostly made pizzas with seafood, and I don't like the seafood. Yeah, because they have a good seafood. They want to put everywhere. But yes, you are right. The pizza with seafood is not. It's not a good pizza. Not a good one. Okay. Oh, thank you, Dario. Welcome. Thank you. It was a pleasure. ძალიან Просто Juventus is. დიდი კვარცელი. Oh, მადო.
აი შოკოლადი. Просто именно US-ის ფანი რატო იყო, ბიჭო, აი ერთი ეგ მოინტერესებს, რომ აი ყველაფერში გამიმართა, ერთი ისაა, რომ US ფანი იყო რა. რაღა US, რაღა US. საკმაოდ დიდი ისაა, просто რა. აქეთ არის ტექნიკა წარმოგვიდგენილი. აჰა, ესე. კონდეს ცოტა ხანი. ეს რითი კეთდება? ავის აპარატები. მომავალ სახში მქონია ეგ აპარატები მოიწოდი. ძალიან კაი. რა გემრიელი. მე მოვსებად კლინიკ. წარი არის მჟავე იყო შედეგი. მენთანაც მოვალთ. აი ბოლოში გავალ ბარეკა რა. შენ მაგარი ასე. აი ხლა უნდა გაგასინჯოთ კიდე რაღაცა უნდა დავიდო. ავის ფესტივალის ასე რომ ვთქვათ, სავიზიტო ბარათი, რომელიც გახდა აი წლებია დულა მორდიუ? კი, ირლანდიური ყავა. ვისკი. Yes, of course. აბა ისე რომ დალეული მაქვს სხვა ჯოის. არა, ძალიან, მართლა ძალიან მაგარი რაღაცა არის და ეჭვიანება რაღაცა. ხვე აი, რავი, ხალხი ყავის ფესტივალზე ხანდახან ამ ყავის გამოც ბრუნდება ხოლმე წლიდან წლამდე. ხა რამდენი რაღაცა და ესაა ძალიან კაი. თან ეს მარშმელოუები დნება და მე ჭამ როსვამ თან. Yes. ოი, ბაცო ახალ. რა კაი იტალიელი კაცი იყო. საყვარელი კაცი იყო. მარტო ამ დორიოსის კი არა, დარიოსის ინსტაგრამი ან ფეისბუქი მომენტს დავამატებ ვიძვა კაცი. რა პრობლემა. იუე რომას თამაში რო იქნება დაუპატიჟებ სადმე. რომას პარემთან ერთად. არა, ჩამოდის ხოლმე ყავის ფესტივალზე. წამო თუ გინდა მიშაც ჩავწეროთ. მიშა ვინა? ორგანიზატორი, ვინც დაარსა ყავის. ვაფშე? კი. ბიჭო, რა ხავში? დავჭი ტელეფონს დაიჭირე. მე დაუბრუნდეთ ირლანდიურ ყავას. ეგრევე ისეთ ხალხთან ინჩიტები. რა შეიძლება გაგიზდე. მიშ, ლოქსიგებენ და ორი სიტყვით თუ შეგიძლია. გამარჯობა ბატონო მიშა, როგორ ბრძანდებით? კარგად, დავე როგორც გინდა. და აიცი. ეს ლაივია თუ როგორ არის? არა, ლაივი კაცო, ის ვიდეოს ვიღებ და ყველაფერი ჩაჟდება პროსტა. აი, მაშინ კუთხოვეთ. ძალიან არ გვეჭხუბოთ პროსტა. ჭუბი რა მოსატანია. რატო არა? ადამიანური საჭიროა რატომაც. გაი, აბა, რაზე ვსაუბრო? რაზე თქვენ გინდათ აი? რა ფესტივალზე ვართ, კარგი რაღაც გააკეთეთ ფაქტია. მესამე წელია კი ჩვენმა გუნდმა და აი როგორც კოტე აგერ ენთუზიასტმა მარტო ადამიანებმა არა, ენთუზიასტმა კომპანიებმაც, იმიტომ რომ პირველ წელს ეგეთი რაღაცის გარისკვა ეხა ბრენდებისთვისაც მე ვიცი მიცხოვრია კორპორატიულ ცხოვრებთ მარტივი არ არის, მაგრამ როცა ხალხს ჯერა შენი და ზოგადად იდეის, მაშინ ყველაფერი გამოდის. წელს ძალიან გაკვირვებული კიც ვარ და თან არა, ანუ მაინც ახალი ლოკაცია როა ეს ქონდა. აბა რამდენად ხალხი. ხო, იმიტომ რომ მაინც კარგი კომუნიკაცია ჭირდება რომ გადმოიყვანო და რაცაც მე ვხედავ, მე მგონი წინა წლებს ჩვენი ოლიმპის გათვლა ერთ დღეში გავასრულეთ. ეგეთი შედეგები გვაქვს და ძალიან გვიხარია. აუ არა, ბევრი ხალხი არის. ძალიან საინტერესო ისინი ვქონდა ვორქშოპებიც და ივენთებიც. მან აი ვორქშოპებს არ დავსწრები ვარ მოგატყუოთ. კი, იტალიიდან ყავდა, ყავს, კი, მოწვეული ჩაწერდით და ხო, ძალიან საინტერესო ვორქშოპი და ჩემპიონატებიც უკვე მათ იქცა ამ ფესტივალის სავიზიტო ბარათად. ოკეი, მე მგონი დროა ირლანდიური ყავა გავსვა. ოი, ხო, მაგის დრო აუცილებლად არის. ვისკიანი ყავა ყველაზე კაი ყავა იქნება ყველავარი. ეს დილით ჩამწერა, ანა TV პირველი. ახლა კი გამავთხილეთ, რომ ეს რომ მოიხსენიო კადრინა, მოგახსოვ, მე ამინდის პროგნოზს ვაცხადებდი და მე მივედი და რაღაც იქ სიტყვა. ნუ შემოbrunდი ეს გოგო ეჭხუბებოდა ამ ტიპს ოპერატორს და მე მივხვდი რომ რაღაც მიტო. ან მე ვერაფერი ვერ მითხრე. ოკეი. მუთაიში მოსალოდნელია დისტრაკი. დისტრაკი. მოსალოდნელი დისტრაკი, გაია. რა გაია, ბიჭო, რა გაი ხალხი არის. ეს რა? საბა. სისაული, ოქრო ხალხი მოგიყვანე. დილამ მშვიდობისა ბატონებო და ქალბატონებო.
კია და ბატონებო. შენ გამომოვიდნენ აქ ახლა სხვა როგორც ბევრი ყავის ფესტივალის სტუმარი შენი ირლანდიური ყავის გამომოვიყო. ბარბეკი ახლა მოიტანე. ჩიკენ, მალე მოიტანე. 4 მაინც მოიტანე, ისეთი ხალხია რომ არ შეიძლება უარი. ჩასხი ამაში რა ვიღავსო. როგორ მიდის? ვიღავსო და ამაში გადმოასხი რომ ერთად ჩადო. აი სახეზე გეტყობა რომ ბევრი გაუშვი. კარგად გადამიარეს. ვინ რა? ახლა გადავა. მე ეგ დადებით კონტექსტში თუ გადაგიარეს, კაია. თამჭი. ჯიჯერელი გამითავდა. ხოთე მე ვეღარ. არა უშავს. ვერ შევეღარ სვავ. მე ვეღარ. არა იმათაც გაუთავდა და მაგითო. საიდანაც მოხდა. რა ხაშე? არ დაიღალე? ცოტა. ეს დღიანია? არა, ორ დღიანია. მე უბრალოდ ლექცია. შენ გაქვს ლექცია? ხო, აი რაც გაჩვენე. აუ, ხვალ ვერ მოვალ. ის იმით აღარ მაჩვენებდი იმას. და ჟურიში ვარ, ჩემპიონატი არის ყავის და ალკოჰოლის ერთად. საშენო საქმე არის მე, ყავა და ალკოჰოლი იმენა შენი ისაა. სამი. დო. აუჩა. აბა ნაღები ელოშას დავაშეითებინოთ. რა? ნაღებს შენ დააშეიქებ. ნაღები რო არ უკნათ? მაგას აქვს თელი მუღამი. ვერ ვსამ ბიჭო. ლენკა დალეს. კაი. ორი მას. სამი არ ვიდა. ორი. უი, მე რა ვიცი, რატო არა? შენ მოამზადებ მაშინ და ლენკა დალევს. გაიხარ. მე ნაღები ამოვიყვანო მე? ხო. მე ვიყავი ბარმენი სხვათა შორის. ვიცი რომ იყავი მაგეთო გეუნები შენ დააშეიქებ. რაღაცები ვიცი ახლა მაგრამ. ხალხი დაღლილი აგერ ცოტა. აკეთ. შენ ლაივში ეს დაღლი გინახავს გამოსახული რაც არის ბოძზე? რა? ძალიან ლამაზი დაღლი. რომელი დაღლია? აი ნახე. აიცა მივზუმაო. არა, არ მინახავს. რა გინდა ძმა? შენ ძმა? მარ? ხო, არიწოდი? არიწოდიო. ამის ძმა არის ეს. ეს შეყარებულია ამის. დეტექტივად ხო არ გაიხსნებოდი უც. მე ვარ მაგარი შოკოდი. ბიჭო, რა მაგრა გავს ეხა რომ დავაკვირდი, რა მაგრა გავს ე? არა შოქადა, მე რა რო არა ის ძალიან რა რო ზმაგონებოდა. შენ ილიასმა უნდა ნახო. უპები არიან და. ოღონდ ნახევარი წელი როგორ ვესალმებოდით, იცი ილიასმა როგორ ახალ. ერთ-ერთი ზარდი. ილიასა სუის ფაქტი მახსენდება თოფურიას რო ცოლმა უღალატავი. აი ილია თოფურიას ცოლი რო ხარ. როგორ შეიძლება უღალატო? მე მაგ ფაქტის გარკვევას ვცდილობ ბოლოს 3 დღეა. თან მე ჩემი გამოთვლებით შონომალესთან უღალატავ. კაროჩი, არ ვიცი. ფიქრობს ასე. მე ვფიქრობ ეგრე, იმიტომ რომ ის დააფოლოვა და ბევრმა თქვა. მაიამიში იყო იმასთან ერთად და რა აროჩი რა. ხო და აი რა ჯო. დადგმულია რომ მაგარი ჭუბი გამოვიდეს. რა დადგმულია მაგარი. მაგის წონაში არ არის მერაბი სადაც შეხვდა ყველგანცემათ ამბობ. რაღა ჭუბის თავი აღარ არის. არა წარმოიდგინე ეხა დანავაეც ეგრო დაედგა ყველაფერი რომ. მაგარი ვერსია არის. ონ თავიდანვე რა გააცნო შვილები ეყოლა. მე ეხა 4 წლის რო იყო ილია. როჩე მან დაგეგმა. აგერ არ მევასება მოღალატე ხალხი. ოპა. აუ ამათი მოთმინების უნარი მქონდა ეს ბულზის. იმენა. ლამაზად აკეთებენ.
Tulla modu. ჩემი აზრით ირლანდიის დროში აი ესე უნდა გამოიყურებოდეს რა ამ ფერებში. იმიტომ რომ გინესიც ეგეთია. თეთრი კრემისფერი შავი, ხო, იგივე, კი. გინესიც ეგეთია და ირლანდიური ყავაც ეგეთია და ბარემ გერბი მაინც. აბა ეს ბიჭო ისე მართლა ვერ ხვდები მაგარი დროში შინას. კოდივუარის დროში აქვს იმენა. აბა ეს თქვენ თავს დაუკარით ტაში? არა, თქვენ დაგეკრათ, რადგანაც ამის გასიძვის ნეტარება. ნოდარ, შენსო, მე არ ვსო. ნოდო. მომე. მე ვსო. შეიძლება დავსო? ნახები აქ. ქართველი კაცი ვარ მე. ყავამდე უნდა ჩახვიდე ხო? მთელი მუღამი მაგას აქ რომ ცხელ ყავას, ვისკიან ყავას ცივ ნახებს აყოლებ. ეგრე ქენი, კარგად მოსვი რომ არა. მარტო ნახებს ვავე. ყავა უნდა ჩავიდეს. მინდი ჩავიდა, წამოვიდა. Короче, დღეს მაფიაზე ვინც ხარ ჩაწერილები ამოეწერეთ ლენკა დაგიშვებდი. ამაზე შევდები. აი ამაზე შეჯექი ბატონო ნოდარ. აი მე ხوارა მოჭრი. ბიჭო. კი. ხო იყო ღირსი ახლა კოტე რომ ვიქნა. კი. კი. აი იქით წამოგაჩვენებთ, იქით არიან ხალავები, ანუ ვისაც მწვანე მარცვალი წამოვიდა იდგება? ისეთი არა, პირიქით მწვანე მარცვალია და სული ნაკლებად. მაგასა. ნაკლებად არის რა. აზა მე სული მინდა. გამარჯობა, ესაუბრა ჩემ თანამშრომლებს. ისე მითხრა გეგონება სული. ნაგვის ურნას. ვიცი, რასაც გულისხმობთ. ეხა ჩაწერა გვაქვს. რა? და დაგებრუნდა. ეკიკა წავიღოთ სახში, წინაზე ხო გვაჩუქეს რაღაცა ვისკის ფესტივალი. ელოშა წავიდა და მე დამტოვა. ჰა? არა, მე ვლაპარაკობ, რომ ელოშა წავიდა თქო, მე დამტოვა და მე მე გათიშოს ვაპირებ ვიდეოსაც, იმიტომ რომ ძალიან დიდში გადამეზარდა რა. ძალიან დიდები კარგია არა უშავს. მე ხალავებს ჩემი ნახავ თავისუფლად თუ შეიძლება. ის შენ საკოცე-კოცს რა გაუგზავნე? საავტოს. მიდი ნოდორ შენც? თქვენი. რა ვერ გავთიშე?